გამარჯობა, მე ნატა მახულაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაეროსთვის წარდგენილ რეზოლუციას სავარაუდოდ თქვენს რამდენიმე საათში უყრიან. საქართველოს იყო პირველი თანასპონსორი ამერიკის რეზოლუციის გაეროში. პროექტს, რომლის ომის დასრულებას ეხება, უკვე უერთდებიან უნგრეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ მაკედონია. შტატებმა მოუწოდა კიევს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის 3 წლის თავზე გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი ამერიკის შეერთებული შტატების პროექტს დაუჭიროს. ექსპერტები ამბობენ, რომ ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე კიდევ უფრო ცხადია ხელისუფლების სწორი ნაბიჯები და უფრო თვალსაჩინოა ოპოზიციისა და მათი მოკავშირეების ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები. დღეს ბიუროს ხდომაზე ამერიკული ფარა სუსტი ანალოგი კანონპროექტი დარეგისტრირდა, თუმცა ოპოზიცია ისევ ჯიუტად იმეორებს, რომ დოკუმენტი ფარასგან განსხვავებული იქნება. პოლიტიკურ საკითხებს დღეს ჩვენს ეთერში ფრაქცია ქართული ოცნების პირველ მოადგილესთან ირაკლი კირცხალიასთან ერთად განვიხილავთ. რეგიონებში უამინდობა, უხმანალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, დაზიანდა ელექტროსადენები, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა გურიასა და სამეგრელოში. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონის მასშტაბით. უხმანალექისა და ქარბუქის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 8 ავიარეისი გაუქმდა. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 2 დღით შეჩერდა. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრალური და მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე სამუშაოებში ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი. რა პრობლემები შექმნა დიდთოვლობამ და რა ვითარება ამჟამად ბათუმში? ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. მაშასე მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს ირაკლი კირცხალია, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე გვერდთვება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, ქართული ოცნების გუნდი შტატებში უკვე შეფასდა პროამერიკულ მთავრობად. საქართველოს იყო პირველი თანასპონსორი გაეროში შტატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის. რაზე მიანიშნებს ეს პოლიტიკური სვლა, რა გათვლა აქვს ქართულ ოცნებას? ნატა, მოგესალმები. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, რაც შეეხება შეფასებით ნაწილს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართული ოცნება არის პროქართული, ვთქვათ, პოლიტიკური გუნდი, რომელიც 2012 წლიდან მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებით მოქმედებს და საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და დგას თითოეულ ნაბიჯს. რაც შეეხება შეფასებით ნაწილს, ერთი თავამაც შემიძლია ვთქვა ნატა, რომ სრული ღირებულებითი თანხმედრა არის, ამას ეს არაერთხელ გვითქვამს, არაერთხელ ვიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების უკვე მოქმედ ადმინისტრაციასთან, ბატონი ტრამპის ადმინისტრაციას გულისხმობ, კი ბატონო, ნამდვილად გვაქვს ღირებულებითი თანხმედრა თითქმის ყველა მიმართულებით. რაც შეეხება რეზოლუციის ნაწილს, რომელიც გაეროში დარეგისტრირდა და რომლისთან ესე ვთქვა თანასპონსორია საქართველოს, აქაც გასაკვირი არაფერი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის, ესე ვთქვათ, სულის ჩამდგმელია, აი ამ დაძაბული წლების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ახალი ადმინისტრაცია თქვენ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რამხელა წნეხი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, მხოლოდ და მხოლოდ იმ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებისთვის, რაც ჩვენ გავატარეთ. ასე რომ ნებისმიერი ეს რეზოლუცია იქნება, გადაწყვეტილება იქნება, თითოეული გადადგმული ნაბიჯი იქნება მშვიდობისკენ, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად სოფლიოში. ჩვენ ეს არის როგორ თქვა, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი მთავარი ხაზი და პოლიტიკური ეს წინასაარჩევნოთაც ესე იყო, როგორც ბატონი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში იყო და ყველაფერს ვაკეთებდით და ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც რეგიონში, რომ ერთი აგური ეს იქნება რეზოლუცია თუ ნებისმიერი ჩვენი ქმედება საქართველოს ღირსეულად დადოს მშვიდობისთვის და ნატა ეს არ არის მხოლოდ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამერიკული რეგიონისთვის და ზოგადად სოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სუფევდეს მშვიდობა სოფლიოში, იმიტომ რომ მხოლოდ მშვიდობას მოაქვს თითოეულის ეკონომიკური ბენეფიტი, რაზეც ამა თუ იმ ქვეყანამ განვითარებადმა თუ განვითარებულმა შემდეგ თავი უნდა მოიწონოს და ალბათ რისი მიზანიც აქვს უყველას. ასე რომ შევხედოთ, სწორად აღნიშნე, მალე კენჭისყრა იქნება
ამ რეზოლუციის და არა მხოლოდ რეზოლუციის დონეზე დარჩება ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, გადაიდგება და უკვე გადაიდგა ძალიან ბევრი ქმედითი ნაბიჯი, რომ ეს დამანგრეველი ომი ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს. ამ ომზე ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე მინდა გკითხოთ, ნახეთ, სულ უფრო ხშირად ისმის, რომ ტრამპი არის ქართული ოცნების იდეური მოკავშირე. მაინტერესებს, აი, როდის გააქტიურდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უფრო ინტენსიურად, ეხლა იცით, ალბათ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი ცალმხრივია. ბატონო, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ღიად საუბრობდით და არაერთხელ ნებისმიერ დონეზე იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, თითოეული ჩემი გუნდის წევრი საზოგადოებას კარგად ახსოვს, ყოველთვის საუბრობდით გადატვირთვის პოლიტიკაზე, ყოველთვის. გავიხსენებ სულ გუშინდელ, კიდე ბევრი შემიძლია გავიხსენოთ, ყველაზე ესე ვთქვათ, ახლოს გუშინდელი პრემიერის განცხადება, რომ ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ გადატვირთვის პოლიტიკისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ მზად ვართ რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ნატო ჩვენი ურთიერთობა და სწორედ აი შენივე კითხვაში რომ სრული ღირებულებითი თანხwebdriver არის ამ ყველაფრის საწინდარი. ამ ყველაფრის საწინდარი ის ღირებულებითი თანხwebdriver, რასაც ქვია სუვერენული სიმყარე, დამოუკიდებლობა, ოჯახური ღირებულებები, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, ეკონომიკის ზრდაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, სწორედ ეს არის და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენი ქვეყანა რეგიონში იქნება აი ამ კონკრეტული ღირებულებებით ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი და ჩვენთვისაც, როგორც ისტორიულად იყო ჩვენი მოკავშირე, დარწმუნებულები ვართ, რომ თვისობრივად ახალი ურთიერთობები იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასე რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ჩემი მხრიდანაც, ჩემი გუნდის სახელით, ჩვენ არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვაზე, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ჩვენი ურთიერთობების დაწყებისთვის, გაგრძელებისთვის ვართ მზად. ახლა მთელი მსოფლიო ფოკუსირებულია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე. მეორე რაუნდი ხვალ გაიმართება რიადში, რამდენადაც ცნობილია. უკრაინა არ ზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ზელენსკი გადადგომაზე ალაპარაკდა, იყო რამდენიმე განცხადება. 2022 წლის სტამბულის შეთანხმებები შეიძლება გახდეს უკრაინის სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველი. ამაზედაც ისმის ამერიკული მხარისგან მინიშნებები. მოკლედ, 3 წლის თავზე ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყოს სწორი და პრაგმატული ომთან დაკავშირებით ვგულისხმობ. რა აჩვენა ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებამ, როგორ ფიქრობთ? კი ბატონო, მოდი ბოლოდან დავიწყებ, ნატა თუ შეიძლება პასუხს. რა აჩვენა იმ ღირებულებების და პრინციპების ერთგულებამ, რაც განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ 3 წლის თავის თარიღი არის, აჩვენა ერთადერთი, აჩვენა ის და პირველ რიგში, რომ ჩვენ ვიღვიძებთ მშვიდობიან ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ორნიშნა საშუალოდ ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე, რასაც ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი ნატრულობდა აქ რუსთაველის გამზირზე. აი ეს აჩვენა იმ პრინციპების და იმ ღირებულებების, ასე ვთქვათ, ერთგულებამ. ნატა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ზეწოლა, რომელიც ზეწოლაც მოდიოდა ჩვენს მიმართ, არა მხოლოდ იმ რაღაც ეგრეთ წოდებული deep state-ის, ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვიძახდით და ეხლა უკვე ასე ვთქვათ deep state-მა ერთგვარი სამართლებრივი რაღაცა სახელი შეიძინა, სამართლებრივი დატვირთვა მიიღო ამ deep state-მა. ეს ევროკავშირიდან იქნებოდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნებოდა, კარგად გახსოვთ როგორი ზეწოლა იყო და კარგად გახსოვთ თითოეულის გადაწყვეტილება, ის ეროვნული, სახელმწიფოებრივი, მშვიდობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, რაც ქართულმა ოცნებამ დაანონსა ომის დაწყების დღიდანვე და რაც განაცხადა, თუ როგორი ზეწოლა წამოვიდა და ზოგჯერ როგორ არაპოპულარულად ჟღერდა ის გადაწყვეტილებები და ჩანდა როგორც რეგიონში, ასე ქვეყნის შიგნით და ძალიან ბევრს იმ ცხელ პერიოდში, როდესაც ესეთი მასობრივი შეტევა მიდიოდა ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანაზე, რომ თურმე აქ უნდა ესკალაცია მოხდარიყო საომარი რუსეთთან წინააღმდეგ, ხო, აღარ მინდა ფაქტების ჩამოთვლა, მაგრამ რამოდენიმე საოცრად შევეხები, ხო? აი გავატარეთ, მაინც გავატარეთ ეს ხაზი, ეს პოლიტიკური ხაზა, რაც სამშვიდობო პოლიტიკას, ესე ვთქვათ, მიესადაგება და მოვედით დღევანდელ დღემდე და დღეს ვხედავთ უკვე როგორი რიტორიკაა და საითკენ იცვლება ყველაფერი. ეხლა აუცილებლად მინდა შევეხო აი ბულინგის,
აი იმ ზეწოლის და ძალიან ძლიერი ზეწოლის მე შიდა ზეწოლაზე როცა ვსაუბრობ ეს უბრალოდ ამ აგენტურული ქსელის გავლით ხდებოდა ეს ყველაფერი რომელსაც აქ კოლექტიური ნაცმოძრაობა წარმოადგენს ხო ეხლა მინდა შევეხო ნატა ძალიან მოკლედ ორი სიტყვით თუ რეალურად აქმედითი ნაბიჯები გადავდგით ხო უკრაინასთან ჩვენ მეგობარ სახელმწიფო მეგობარ და ერთთან მიმართებაში ხო არ არსებობდა რეზოლუცია თუ დოკუმენტი პოლიტიკური რომელსაც უკრაინის ხარდამჭერაზე არ ხარდამჭერი რომელსაც საქართველოს არ შეუერთა ეს იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარება ეს იქნებოდა ათასობით ესე ვთქვათ ტოლვილის შეფარება აბსოლუტურად ყველაფერში გვერდში ვედექით ჩვენი შესაძლებლობებიდან და ჩვენი მშვიდობის პოლიტიკიდან გამომდინარე უკრაინას ხო ჩვენ რა მივიღეთ ელჩის გაწევა რა მივიღეთ ბულინგი და ზეწოლა ყველა იმ ესე ვთქვათ აქაური მარიონეტისგან რომელიც იმართებოდა ამ დიდი deep state-ის მანქანის მიერ მაგრამ ჩვენ ეს მაინც გავაკეთეთ დღეს მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი თარიღია და გულწრფელად მინდა მე არ მინდა ძალიან პოლიტიკურ შეფასებებში შევიდე უკრაინის დღევანდელი ესე ვთქვათ ხელისუფლების მაგრამ დამერწმუნეთ ამის დროც მოვა მაგრამ რაც შეეხება უკრაინელ ხალხს ჩვენს მეგობრებს ხო ამდენი წლის მეგობრებს ამ ხელა ისტორიის მქონე მეგობრებს მე ნამდვილად უსურვებ, იმიტომ რომ ყველანაირად მიდის იქითკენ ის ქმედითი ნაბიჯები, რომ რეალურად მიდის ეს ყველაფერი დასრულებისკენ, რეალურად უნდა გაჩერდეს ეს ყველაფერი, რეალურად უნდა დამშვიდეს ეს სიტუაცია და ნამდვილად კიდევ ერთხელ უსამძიმრებ ჩვენს დებს და ძმებს, იმ დაღუპულ ოჯახებს, უსამძიმრებ იმ თითოეულ დაღლილ ცრემლს, თითოეულ წვეთს იმ ცრემლისას, რომელიც დაიღვარა უკრაინაში და უსურვებ მათ ძალიან მალე მშვიდობას და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს მშვიდობა აუცილებლად დაისადგურებს რეგიონში. ბატონო ირაკლი, დღეს ამერიკული ფარას ანალოგი კანონპროექტი დაინიცირდა პარლამენტში. რა კონკრეტული საფრთხეების პრევენცია ხდება? ამერიკული ფულით დაბუსტული გადატრიალების მცდელობები უკვე ვნახეთ და როგორც მმართველი გუნდი ამბობს, ეს ნათელი იყო. დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ ღიად, რომ არც ახალ კანონს დაემორჩილებიან და როგორც ასევე თავად განმარტეს, არც აგენტების იარლიხს მიიკერებენ. ანუ ახალი ფარას ანალოგიც არ არის მოსაწონი მათთვის. რაც შეეხება აგენტების იარლიკის მიკერება, ნამდვილად აჭირდებათ ნატა, ისინი რომ აგენტურ უხსეს წარმოადგენენ, ეს უკვე ალბათ ამას დიდი დაკვირვება არ ჭირდება და დიდი შეიარაღებული თვალი არ ჭირდება და რაღაცა პოლიტიკური პოლიტოლოგიური წიაღსვლები არ ჭირდება, რომ ესენი რეალურად უკვე აგენტები არიან და ეს გამოჩნდა მარტო გამჭვირვალეობის კანონის ინიცირების დღიდან დღემდე თუ როგორი ხსეოდნენ არა მხოლოდ ეს აგენტები, რომლებიც აქ მოქმედებენ კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით და მათი NGO-ები, კოლექტიური გიგაურები და ლომჯაურები, არამედ მათი პატრონების სახელი და გვარებიც უკვე კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენს პოლიტიკურმა სპექტრუმ მთლიანად ქვეყანაში. ასე რომ რაც შეეხება ამ კანონს, ეს კანონის ნატა ემსახურება ერთადერთს ეს არის სწორად ახსენე შენ კითხვაშივე სწორედ აღკვეთას აი იმ საშინელების იმ დესტრუქციის, იმ ბინძური და ბოროტის რახვების, რომელიც აქ გააჩნდა ამ deep state-ის წარმომადგენლებს, ესე ვთქვათ, ეს იქნებოდა ამერიკაში, ეს იქნებოდა ევროკავშირში, ეს იქნებოდა საქართველოში, აქ ახლა იერარქიების მიხედვით არ მინდა წიაღსვლებში წავიყვანო ჩვენი საზოგადოება, ფაქტის სახეზეა, რომ ამის სრული იყო და უკვე ვეღარ ვითვლით, მე რამდენჯერ ცდილობდნენ აქ ქვეყნის სახელმწიფოს გადატრიალებას, მარტო რამდენჯერ წვავდნენ ამ შენობას, საიდანაც ახლა მე თქვენ გერთვებით. ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა, ეს ყველაფერი უკვე გაშიფრულია. ეს ყველაფერი მოდიოდა ერთ-ერთი მთავარი დონორი სამწუხაროდ იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან USAID, რომელსაც ჩვენი მხილებაც აღარ ჭირდება, ამას თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ახალი ადმინისტრაცია პირდაპირ ამხელს და კი იცით სამი თვით შეჩერებული არ მხოლოდ საქართველოს სოფლიოს მასშტაბით ყველანაირი დაფინანსება და დარწმუნებული ვარ ამის სამართლებული პროცესებსაც ძალიან მალე ვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ. ასე რომ მხოლოდ ემსახურება ნატა ერთს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გამყარებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს აქ რაღაცა ორგანიზაციების, რაღაც ავადმოსული ხალხის, რაღაც ავადმყოფური იდეების განხორციელების ცდელობა. არ არის საქართველოს ამის პოლიგონი, არ არის საქართველოს აქ რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონი, გამოვიარეთ ჩვენ, ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, აი ბოლო 35 წლის მანძილზე და ბევრი რაღაც ვისწავლეთ, თუნდაც ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარე და დღეს საქართველოს არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს. საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში და ამას უნდა შეეგუოს
ჩვენი მეგობრებიც და ჩვენი პარტნიორებიც და ეს აგენტებიც, რომელიც მოქმედებენ დღეს აქ საქართველოში ეგრეთ წოდებული ოპოზიციის სახელით, კოლექტიური ნაცმოძრაობა მაქვს მხედველობაში და მათივე პატრონები, რომლებიც აი აქ დარბოდნენ რუსთაველის გამზირზე და ანტისამთავრობო მიტინგებში და აქ გამოსვლებში იღებდნენ მონაწილეობას. უნდა მიხვდნენ და შეიგნო, რომ ღირსეულ თავმოყარე ქვეყანას ესაუბრებიან. და პარტნიორობა ჩვენ ვიცით ღირსეული და სუვერენული. დიდი მადლობა თქვენ ჩართვისთვის. მადლობა ჩართვისთვის. ჩვენს ეთერში საუბრობდა ირაკლი კირცხალია, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ეხლა კი მივესალმები ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანი არის პირდაპირ ეთერში, ის ბათუმიდან გვერდება. ძალიან დიდი მადლობა ამ დატვირთული დღის მიუხედავად, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში, ბატონო არჩილ. მოკლედ უხმა ნალექმა მოგესალმებით ნატა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. უხმა ნალექმა გარკვეული სირთულეების შექმნა რეგიონში გზების, საქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე სატრანსპორტო გადაადგილების თვალსაზრისით. ყველაზე მეტად რომელ მუნიციპალიტეტებში შეიქმნა პრობლემები და ზოგადად მთლიანად რეგიონში რა ვითარებაა პირველ რიგში, რომ გითხრათ ამის თაობაზე, გასაგებია მესმის ვიცი, რომ მობილიზება მთლიანად რეგიონის მასშტაბით და 24 საათი მიდის აღდგენითი სამუშაოები, ამას რეალურადაც ხედავს ჩვენი მაყურებელი და პირველ წყაროდან გვაინტერესებს ეხლა რა ვითარებაა. როგორც ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ყველა მუნიციპალიტეტში ბოლო 5 დღის განმავლობაში გვაქვს მძიმე კლიმატური პირობები, განუწყვეტლივ და გადაუღებლად თოვს პრაქტიკულად ბოლო 24 საათის განმავლობაში ინტენსიურმა თოვამ, როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში საკმაოდ მაღალი ესე რომ ვთქვათ, თოვლის საფარი გამოიწვია, რაც მნიშვნელოვანწილად საავტომობილო მიმოსვლის ნაწილში გარკვეული გამოწვევების საწინდარი გახდა. ბათუმის ნაწილში გეტყვით, რომ 70-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა და ტექნიკური საშუალება, ასევე 700-ზე მეტი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი არის ჩართული გაწმენით სამუშაოებში, ასევე გამოწვევები გვაქვს მწვანე ნარგავებისა და ხელმცენარეების ნაწილში 70-ზე მეტი ხელმცენარე არის, 80-მდე ხელმცენარე დაზიანებული ქალაქის მასშტაბით. ქონდა რამოდენიმე შემთხვევა, როცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა, ამავდროულად რამოდენიმე მისამართზე აივნის ესე რომ ვთქვათ დაზიანების შეტყობინებებიც გვაქვს 24 საათიან რეჟიმში, როგორც მოგახსენეთ, როგორც სპეციალური ტექნიკა, ასევე ადამიანური რესურსი ჩართული და საგანგებო რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას. იყო როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში შეფერხებები ენერგო რესურსების მიწოდების კუთხით გუშინდელი დღიდან პრაქტიკულად ბათუმს ყველა აბონენტს მიეწოდება სრულად ესე რომ ვთქვათ გაზმომარაგება, ამავდროულად ელექტროენერგიის ნაწილში მცირე ტიპის ტექნიკური ხარვეზები არის, მაგრამ ენერგოპროჯორჯიას ჯგუფები, როგორც ჩვენს ქალაქში, ასევე დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტების ნაწილში ცდილობენ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს აღდგენითი სამუშაოები. წყლის ნაწილში ქონდა რამოდენიმე დღის წინ გამოწვევა ჩვენს ქალაქს, ბათუმში 18,000 აბონენტს არ მიეწოდებოდა, თუმცა გუშინდელი დღიდან პრაქტიკულად აღმოფხვრილი არის ეს მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება და ყველა აბონენტს მიეწოდება წყალი. დღეს დილიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილში, ვინაიდან ხილვადობა იყო ძალიან მძიმე და შესაბამისად ნისლი და თოვლის საფარი არ იძლეოდა უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას, პრაქტიკულად 50% იყო ავტოპარკის დატვირთული. დღის ბოლოსათვის უკვე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა პრაქტიკულად შეიზღუდა. შეზღუდულია ამ ეტაპისთვის და სრულად როდის აღდგება, თუ ჯერ არ არის მაინც ამის პროგნოზი? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორც სკოლამდე დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში გუშინ იცით რა, ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩაგეკითხეთ, ბატონო არჩილ, სკოლებზე შემდეგ მინდა ვისაუბროთ, აი სრულად ამ ეტაპისთვის არ ვიცით, ხო, როდის აღდგება? მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ღამეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან თოვლის საფარი
თოვლის საფარი არის საკმაოდ მაღალი, გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც და მთელი ღამის განმავლობაშიც გაგრძელდება, ინტენსიურად მიმდინარეობს ამ წუთებშიც. განვითარებულია კონკრეტულ ქუჩებზე და ქუჩის მონაკვეთებზე ლიპყინული, რაც დამატებით შეფერხებას და საფრთხეს ქმნის ტრანსპორტის გადაადგილებისათვის, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ხვალ დილისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგეს თუ რაიმე დამატებითი გამოწვევები არ ექნება ქალაქს. ბატონო არჩილ, თქვენს ახსენეთ ახლა ცოტა ხნის წინ სასწავლო პროცესი შეჩერდა დღეს აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტში. როდის აღდგება სასწავლო პროცესი სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში? რა ვითარება ამ კუთხით? დღეს როგორც მოგახსენეთ უკვე, როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე საშუალო სკოლებში სასწავლო პროცესი იყო შეჩერებული, ხვალაც ესე რომ ვთქვათ, არის შეჩერებული სწავლის პროცესი და 21 რიცხვში, როგორც ბაღის, ასევე სკოლის ნაწილში აღდგება სასწავლო პროცესი, რა თქმა უნდა, გასცდენილი საათები ანაზღაურდება, ამის კონკრეტული პროგრამა წარიდგინება როგორც მშობლებს, ასევე მოსწავლეებს და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ 26 რიცხვიდან უკვე მკვეთრად გამოდარებას ველოდებით, ესეთი არის სინოპტიკოსების პროგნოზი და დარწმუნებული ვარ, დარჩენილი დროის პერიოდში, დღეს ღამის განმავლობაში და ხვალინდელი დღის პერიოდში გაწეული ის სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალიტეტი და ყველა შესაბამისი ჩართული უწყება უზრუნველყოფს, საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სრულად 26 რიცხვიდან აღდგეს როგორც კომუნალური ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, ასევე სასწავლო პროცესი. კი ბატონო, თქვენს ახსენეთ ახლა 26 რიცხვი და მეტეოროლოგიური პროგნოზის მიხედვით 26 რიცხვამდე ნარჩუნდება ეს უამინდობა, ინტენსიური თოვა და ძლიერი ქარი. რა ტიპის პრევენციული ზომები შეიძლება მიიღონ შესაბამისმა სამსახურებმა იმისთვის, რომ ნაკლები ზარალი მოყვეს უკვე უხვნალექს? სხვადასხვა სერვისების მიწოდების ნაწილში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ბუნებრივია, როგორც SMS შეტყობინებებით, ასევე სოციალური მედიისა და მედია საშუალებით ყველა შესაბამისი უწყება ატყობინებს და აფრთხილებს ჩვენს თანამოქალაქეებს ბათუმში, ზღვისპირა ზოლში გადაადგილებისაგან თოვნა არის და რჩევა არის თავის შეკავება, ვინაიდან ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა და ნარჩუნდება მომდევნო დღის განმავლობაშიც უამინდობა. შესაბამისად, საფრთხის თავიდან არიდების მიზნით ეს რეკომენდაცია არის გაცემული, ამავდროულად ავტო მოსარგებლებმა და საავტომობილო საშუალებების მფლობელებმა უნდა ისარგებლონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და სეზონის შესაბამისი საბურავებით, რათა დამატებითი შეფერხებები არ შექმნას საავტომობილო გზებზე და გადაადგილება იყოს უსაფრთხო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ერჩილ ამ უმწურავი ინფორმაციის მოწოდებებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მე კი ამით გემშვიდობებით უკვე 4 შაბათამდე.